მოგესალმებით, მეგობრებო, მე ვარ ისევ თქვენთან და დღეს გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი, რაც შეეხება Erasmus ზოგადად და Erasmus-ის სტიპენდიის მოპოვებას და ერთი სემესტრი რომელიმე ევროპულ უნივერსიტეტში სწავლას. თუ ეს თემები თქვენთვის საინტერესო არის, ან ოდესმე მე გიფიქრიათ სადმე წასვლაზე, ან არ გიფიქრიათ, მაგრამ უბრალოდ გაინტერესებთ როგორ მიდის ხალხი უცხოეთში სასწავლებლად, შეგიძლიათ დარჩეთ და გაიგოთ ყველაფერი, რაც იმალება მოკლედ ამის უკან. აქვე მინდა დავამატო ერთ-ერთი რაღაც, რომ ეს ვიდეო ყველაზე, ასე ვთქვათ, პროდუქტული იქნება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც სწავლობენ TSU-ში და უნდათ TSU-დან სადმე წასვლა ერთი სემესტრი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ სხვა უნივერსიტეტებშიც მსგავსი იქნება პროცედურა, უბრალოდ განსხვავებული საიტები და განსხვავებული, ასე ვთქვათ, რაღაც პატარა დეტალები იქნება, რასაც თქვენს უნივერსიტეტში აუცილებლად ძალიან მარტივად გაყვევთ, ამიტომ ზოგადად თუ გაინტერესებთ როგორ შეიძლება სადმე წასვლა და როგორ შეიძლება რომ სადმე წავიდეთ. ეს ვიდეო გონია რომ მაინც გამოგადგებათ, ამიტომ მაინც დარჩით და მოისმინეთ, იმიტომ რომ ზოგად სურათს ძალიან კარგად დაინახავთ, რა არის საჭირო და რაზე ვამახვილებთ მოკლედ ყურადღებას თავდაპირველად. ახლა უნდა დავიწყო უშუალოდ სანამ დავიწყებდე ამ ყველაფერზე საუბარს, დავიწყებდე უშუალოდ საუბარს იმაზე თუ რა დოკუმენტები გვჭირდება, რა საფუთები უნდა მოვამზადოთ და ასე შემდეგ და როგორ იწყება საერთოდ პროცესი. მინდა თავდაპირველად ვისაუბრო განსხვავებაზე Erasmus-სა და ორმხრივ პროგრამებს შორის. ანუ თავდაპირველად როდესაც სულ პირველად გავიგე მოკლედ ამ Erasmus-ზე და ასე შემდეგ, მეგონა რომ ყველა გაცვლითი პროგრამა იყო Erasmus-ის და ზოგადად ეგრე არის ხოლმე რა, ლაპარაკშიც რომ მოისმინოთ, რაღაცას რა ეტყვი რომ სადღაც მიდიხარ, Erasmus-ი მიდიხარ, ანუ რაღაცნაირად ესე არსებობს რაღაც რომ ყველა გაცვლითი პროგრამა თითქოს Erasmus-თან არის დაკავშირებული, იმიტომ რომ Erasmus-ი ძალიან ცნობილია და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროგრამა არის, რომელიც გეხმარება, რომ რაღაც ერთ-ერთ ევროპულ უნივერსიტეტში ისწავლო, მაგრამ რეალურად არსებობს Erasmus-თან ერთად TSU-ში არსებობს სხვა პროგრამებიც, რომლებიც შედარებით უფრო, ესე ვთქვათ, ანუ უფრო ნაკლებად არის ცნობილი. მაგალითად ორმხრივი პროგრამები, ანუ ორმხრივი პროგრამის მთავარი დამახასიათებელი არის ის, რომ უმეტესად ორმხრივი პროგრამის, ასე ვთქვათ, სტიპენდია არ არის ხოლმე იმდენად მაღალი, რამდენადაც Erasmus-ის სტიპენდია. ხოლმე მაგალითად, სანამ ამ უნივერსიტეტის აპლიკაციას გავაკეთებდი, ანუ გენტის უნივერსიტეტს სანამ მივადგებოდი, იქამდე ვაკეთებდი ვილნიუსის და ვარშავის უნივერსიტეტის აპლიკაციას, რომლებიც იყო არა Erasmus-ის პროგრამით TSU-ში შემოსული, არამედ შემოსული იყო ორმხრივი ბილატერალური პროგრამით და აქედან გამომდინარე მათი ვილნიუსის უნივერსიტეტში სტიპენდია, ყოველთვიური სტიპენდია არის 60 евро, რაც არაფერი არ არის და ვარშავის უნივერსიტეტში ყოველთვიური სტიპენდია იყო 300 евро, რაც ასევე არაფერი არ არის. ამიტომ უმეტესად, მაგრამ არა ყველა შემთხვევაში და ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, არსებობს ორმხრივი პროგრამები, რომლებიც არის ძალიან კარგი და არაფრით არ ჩამოუვარდება Erasmus და ასე შემდეგ და შეიძლება რომ Erasmus-ზე მაღლაც იდგეს. ეს უბრალოდ თქვენ უნდა გაარკვიოთ და უნდა მოიკვრიოთ ამაზე ინფორმაცია. ამას იმიტომ ვამბობ, რომ უმეტესად ორმხრივი პროგრამები რა გამოცდილებაც მქონია მე, არის ხოლმე რომ არის ძალიან დაბალი, ესე ვთქვათ, სტიპენდია არის ძალიან დაბალი და იმას, რასაც Erasmus-ი გთავაზობს, ვერ გთავაზობს ეს ორმხრივი პროგრამები, მაგრამ არსებობს გამონაკლისები და ვიცი რამდენიმე გამონაკლისი, ამიტომ ძალიან გთხოვთ მოიკვრიეთ იმ პროგრამის შესახებ, რომელსაც ავსებთ და რაც გაინტერესებთ. მე მაგალითად ვაკეთებდი ესე, რომ როდესაც საფუთები შემქონდა, ყველა უნივერსიტეტზე წერდი ჩვენს TSU-ს, ესე ვთქვათ, mobility TSU წერტილი თუ რაღაც ესეთი ის არის რა, მოკლედ საიტი კი არა და საიტიც ალგე არის, რომელსაც ვილაპარაკებ, მაგრამ არსებობს მეილი, რომელზეც შეგიძლიათ ეკონტაქტოთ გაცვლით საკითხებზე რა, მოკლედ გაცვლითი პროგრამების საკითხებზე ეკონტაქტოთ უშუალოდ წარმომადგენლებს და ესენი დაგაკვალიანებენ ყველაფერზე, საერთოდ საკმაოდ მალე იწერებიან, ჩემ შემთხვევაში ძალიან მალე მწერდნენ ხოლმე, დაახლოებით ერთ დღეში, რაც რა თქმა უნდა რომ ძალიან მალე არის ჩვენი სტანდარტებით. ხო და მოკლედ ეს ადამიანები, ამ ადამიანებს ვეკითხებოდი ხოლმე მაგალითად რამდენი იყო სტიპენდია ყოველთვიურად და რას მთავაზობდა უშუალოდ პრესტითოული პროგრამა. ამიტომ სანამ გააგზავნით რომელიმე აპლიკაციას აუცილებლად დაფიქრდით და დააკვირდით ეს არის Erasmus-ი, ორმხრივი თუ რა პროგრამა არის და ასე ვთქვათ, გაარკვიეთ სტიპენდია. ანუ ისე რომ არ დარჩეთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ
ფული ჯოჯოხეთს ანათებს და აქ ხო ანათებს და ანათებს, ანუ როცა უცხო ქვეყანაში მოდიხართ 70 ევროდ რა თქმა უნდა ვერ წამოხვალთ და მე იქ ვიზისთვის დაგჭირდებათ გაყინვა თანხის, იმიტომ რომ 70 euро არაფერი არ არის და ყველა ქვეყანას თავისი სტანდარტული ესე ვთქვათ ზღვარი აქვს, რაც ყოველთვიურად ადამიანს უნდა ქონდეს იმისათვის რომ ვიზა მოგცენ და თუ არ გაქვთ მაშინ მოგიწევთ ამისი გაყინვა და ამ საკითხის ინფორმაციასაც ცალკე ვიდეოში შემოგთავაზებთ ვიზასთან დაკავშირებულ პროცედურებს და ასე შემდეგ. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება რომ სანამ საერთოდ დაიწყებდეთ რომელი ქვეყანა გსურთ და სად მივდივართ და რაღაცა ჯერ გარკვეთ თითოეულ პროგრამაზე რამდენი არის სტიპენდია და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არ აღმოჩნდეთ ძალიან დიდ პრობლემაში, იმიტომ რომ მე მაგალითად ვილნიუსზე უკვე შევსებული მქონდა, ყველაფერი გაგებული მქონდა და მე გავიგე რომ თურმე 70 euro არის და რა თქმა უნდა რომ აღარ შევიტანე საბუთები, იმიტომ რომ სისულელია, ხო? ანუ მართლა სისულელი არის, ამიტომ 70 euro არაფერი არ გეყოფა. თუ იცით რომ ვიღაც შეძლებს თქვენს უზრუნველყოფას, ან გაქვთ მოგროვილი ფული და ასე შემდეგ, ეგ რა თქმა უნდა აღარნაირი პრობლემა აღარ არის და შეგიძლიათ წახვიდეთ, მაგრამ ჩემ შემთხვევაში მე არ მინდოდა რომ აქაც რაღაც ჩემი მშობლებისთვის მეთქვა რომ მოდით მარჩინეთ ახლა აქ და რაღაც და არ ვთვლი რომ ეგ იქნებოდა ჩემთვის შესაბამისი გამოცდილება, ამიტომ მე მინდოდა რომ მართლა დამოუკიდებლად წავსულიყავი და უკან დაბრუნებულიყავი ქვეყანაში და არანაირი ნულოვანი დახმარება არ მიმეღო არავისგან, ამიტომ ეს იყო ჩემი პრიორიტეტი. თქვენ თუ გაქვთ შესაძლებლობა რომ ოჯახისგან რაღაც დახმარება მიიღოთ და შემდეგ რა თქმა უნდა მისაღები არის შევსეთ აუცილებლად, იმიტომ რომ ყველა ქვეყანაში სადაც არ უნდა წახვიდეთ, როგორი ბანძიც არ უნდა გეჩვენებოდეთ ქვეყანა, ყველა შემთხვევაში აუცილებლად უნდა წახვიდეთ, იმიტომ რომ მაინც ისეთი გამოცდილება იქნება დარწმუნებული ვარ რომ ღირს ყველაფრად რა, მაგრამ დააკვირდით უშუალოდ სტიპენდიის რაოდენობას და თანხას, იმიტომ რომ აქ ძალიან ბევრი სხვა ესე ვთქვათ ყოველთვიური ხარჯი გაქვთ, რომელსაც საკმაოდ ბევრი ანაზღაურება ჭირდება, ხო? მაგალითად ეს არის ბინის ქირა, მაგრამ არის ხოლმე შემთხვევები, როცა უშუალოდ უნივერსიტეტი შეიძლება რომ აი ორმხრივ პროგრამაზე მე მქონდა გამოცდილება რომ ვარშავის უნივერსიტეტი მთავაზობდა ესეთ რაღაცას, რომ ამეღო ბინის ქირაში არ ვიხდიდი ფულს, თუ საცხოვრებელში ვიცხოვრებდი, უნივერსიტეტის საცხოვრებელში და ასევე სწავლას მიფინანსებდა ერთი სემესტრისაც, ხო? ანუ ეს შეიძლება არსებობდეს, მაგრამ სხვა ხარჯებიც არის, არის კვების ხარჯები, ასევე რა თქმა უნდა ინტერნეტის ხარჯები, დაზღვევის ხარჯები და ასე შემდეგ. ამიტომ გირჩევდით, რომ მაინც ძალიან კარგად გაარკვიოთ უშუალოდ რას გთავაზობთ თითოეული პროგრამა და ასე შემდეგ. ამიტომ ერასმუსი ყოველთვის უფრო ესეთი მარტივი გამოსავალია იმ მხრივ, რომ ერასმუს აქვს კარგი სტიპენდიები, არის სტიპენდიები ყოველთვიური, რომელიც შეიძლება იყოს 800-დან 1000 ევრომდე, გააჩნია ქვეყანას და ამაზეც უწერია ყველაფერი TSEU-ს და უწერია თითოეულ ქვეყანაში რამდენი საძლევენ. ამიტომ ყველაფერი წინასწარ უნდა გაარკვიოთ და აი იმიტომ რომ ერასმუს აქვს კარგი დაფინანსება და ბევრ რაღაცას გიფინანსებთ, ეს არის გზავრობა და ასე შემდეგ. არ გიფინანსებს სახლს, მაგრამ იმდენ ფულს გაძლევს, რომ სახლის ფული გადაიხადო, ანუ ასე მარტივად რო ვთქვა და თან რჩება ეს ფულიც და რაღაც, ანუ ამის გამო ერასმუსი მარტივ გამოსავალია და მარტო ერასმუსზე არ კონცენტრირდეთ, ასევე არსებობს პროგრამები, თუნდაც ორმხრივი პროგრამები, რომლებიც ასევე კარგ სტიპენდიას გიხდიან. ამიტომ ეს ყველაფერი უბრალოდ უნდა გაარკვიოთ და მოიკვლიოთ. ამიტომ თავიდანვე უნდა დაიწყოთ ამ რაღაცების გარკვევა და გაგება, რას გთავაზობთ თითოეული პროგრამა, რა არის ეს პროგრამა, ორმხრივია ერასმუსია თუ რა არის და ასე შემდეგ. რაზეც ინფორმაციას ძალიან მარტივად ნახავთ ინტერნეტში და TSEU-ს საიტზე. თუ არ სწავლობთ TSEU-ში, უბრალოდ გჭირდებათ თქვენი უნივერსიტეტის საიტი, სადაც გასვლითი პროგრამების ცალკე აუცილებლად იქნება და აქ ყველაფერი მოკლედ კარგად იქნება ახსნილი. ახლა მოდი გადავიდეთ უშუალოდ იმ საკითხზე, თუ როგორ შეიძლება რომ მე მოკლედ გავიგე, რომ მინდა ერასმუსით წავიდე, გავიგე, რომ რაღაცა სხვა პროგრამები არის, სხვა ქვეყნები არის, რას ვაკეთებ. ვარ TSEU სტუდენტი, მაგრამ ისევ ერთხელ ვარ ილიას სტუდენტი, ილიას საიტზე შევალ. ვარ TSEU სტუდენტი, შევალ TSEU საიტზე და TSEU საიტზე, ანუ ჩვეულებრივ TSEU-ს ერთი რიჯზე არის ძალიან დიდი საიტია, რომელზეც ყველა სახის ინფორმაციას ნახულობ და აქ ნახავთ საერთაშორისო ურთიერთობების გრაფა არის ცალკე. და ამ საერთაშორისო ურთიერთობების გრაფაში ძალიან კარგად წერია ყველაფერი. აქ მნიშვნელოვანი არის ის, თუ უშუალოდ რომელ პერიოდში მივდივართ. ანუ
საერთაშორისო ეს მობილობები, ანუ გაცვლითი პროგრამების მობილობები იწყება ხოლმე, ანუ ზოგადად აპლიკაციების მიღება იწყება ყოველთვის სხვადასხვა დღეს და სხვადასხვა დროს. ესე რომ მაგალითად 20 მაისს იწყება, ანუ რაღაცა 20 ოქტომბერს იწყება და რაღაც ესეთი დადგენილი რიცხვი არ არსებობს. ანუ ამაში იგულისხმება ის, რომ TSEU-მ თავის საიტზე და TSEU-ს აქვს ასევე Facebook გვერდი, სადაც ეს გაცვლითი პროგრამები არის, ასევე გაცვლითი პროგრამების ესე ვთქვათ, ცალკე გვერდიც აქვს და ისიც შეგიძლიათ აკონტროლოთ, მაგრამ ამასთან ერთად აკონტროლეთ TSEU-ზე, ეს საერთაშორისო ურთიერთობების გრაფაში, გაცვლითი პროგრამები და რაღაცეების მანდ გრაფაში უნდა აკონტროლოთ აუცილებლად ხო არის დაიდო რამე ცხრილი, სადაც ჩამოთვლილი არის, ეს არის უდიდესი ცხრილი, სადაც ყველა ფაკულტეტისთვის სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა არის ჩამოწერილი და ეს არის რაღაცა უშველებელი დიდი ცხრილი. აი ეს ცხრილი გჭირდებათ და TSEU-ში ამ იმაზე მოკლედ TSEU-ს უწერია, რომ დაიწყო აპლიკაციების მიღება, ასევე წერია ხოლმე დედლაინი, რომელ ესე ვთქვათ რიცხვამდე შეგიძლია დედლაინი, შენი დოკუმენტები რომ გაუგზავნო TSEU-ს და მიიღო მონაწილეობა და მოკლედ ეს ცხრილი გჭირდება ჩვენ. ანუ ამ ცხრილის გარეშე ვერაფერს ვერ ვიზავთ, იმიტომ რომ ამ ცხრილში მოვიძიებთ ჩვენს შესახებ ინფორმაციას, ანუ ჩვენ ფაკულტეტს რა შეესაბამება და რომელი პროგრამა შეესაბამება. ანუ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მაგრამ ახლა მინდა რომ გადავიდე უშუალოდ ამ ცხრილიდან ცოტა ხანი ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხზე, რაც არის ზოგადად TSEU-ს ერთ-ერთი ცალკე პორტალი, რომელსაც ქვია Mobility TSEU, თუ სწორად მახსოვს, ახლა გადავამოწმებ და კეთყვით ზუსტად. Mobility TSEU-ში, რომელიც არის ასევე სხვა საიტი, TSEU-ს მიერ დაორგანიზებული სხვა საიტი, რომელზეც უნდა დავრეგისტრირდეთ ყველა სიტუაციაში და ეს გვჭირდება ყველაფრისთვის. ეს არის ინგლისურის გამოცდისთვის, ასევე შეიძლება თქვენი აპლიკაციის გასაგზავნად და ასე შემდეგ. ამიტომ მოდი ახლა ცოტა ხანი აი ამ ცხრილიდან გადავიდეთ აქეთ ცოტა. თავარ ერთ-ერთ ძალიან პრაქტიკულ საკითხზე და ეს არის უშუალოდ აპლიკაციის გაგზავნა და ინგლისური ენის სერტიფიკატი და ასე შემდეგ. მოკლედ მე ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, რომ ავტვირთავ description-ში, მოკლედ აღწერაში დავდებ ყველაფერს ამ საიტსაც და ყველაფერსაც, მაგრამ ეს საიტი, რაზეც აუცილებლად უნდა დავრეგისტრირდეთ ჩვენი TSEU-ს მეილით, ეს არის mobility.tseu.g. და აქ თქვენს გვერდს შეიქმნით, პროფილს შექმნით, თქვენივე TSEU-ს მეილით და დარწმუნებული ვარ, სხვა უნივერსიტეტებშიც გექნებათ რაღაც ესეთი პორტალი, სადაც უნდა დარეგისტრირდეთ და რაღაც ესეთი სტრუქტურა მგონია, რომ მსგავსი იქნება ყველა სიტუაციაში. ამიტომ ეს გაარკვეთ უბრალოდ რა ქვია თქვენს აპმემეს, რა ქვია ვებს, ასე ვთქვათ, ხო, ან ვებ გვერდს რა ქვია გაარკვიეთ და აქ უნდა დარეგისტრირდეთ ყველა თქვენი უნივერსიტეტის მეილებით, რაც დარწმუნებული ვარ, ყველა უნივერსიტეტს თავისი მეილი აქვს. ხო, ეხლა რა ხდება, ხო? ანუ აქ რო დავრეგისტრირდეთ, აქედან როცა დაიწყება ესე ვთქვათ, რეგისტრაცია როცა დაიწყება და როცა გაიხსნება გაცვლითი პროგრამები, ამ დროს გაიხსნება ახალი გრაფა და ეს არის რეგისტრაციის გრაფა, სადაც რო გადახვალთ, განიშნინებთ 3 უნივერსიტეტს. ანუ წეგან ხო ვილაპარაკე, რომ გვაქვს რაღაცა კონკრეტული ცხრილი და ამ ცხრილში წერია მოკლედ მთელი ეს ჩვენი შესაძლებლობები, რაც შეიძლება რომ შევავსოთ. ახლა მე მაგალითად ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე მქონდა რაღაცა სხვა არჩევანი და ეს არჩევანი შეიძლება ყოფილიყო რაღაცა ანუ შეიძლება ყოფილიყო 4-5 არჩევანი, ხო, უნივერსიტეტების. ამ 4-5 არჩევნიდან უნდა აირჩიოთ თქვენ 3. ანუ 3-ზე მეტ უნივერსიტეტს ვერ აირჩევთ ვერანაირად. და აი აქ გამოგიშლებათ ეს რეგისტრაციის გრაფა და ამ რეგისტრაციის გრაფაში შეიყვანთ თქვენს დოკუმენტებს და ეხლა აქ გავჩერდეთ. ეს უბრალოდ mobility.tseu.g გვჭირდება ყველა სიტუაციაში და ეს გადასვლა მოკლედ ჩემი ლირიული გადახვევა იყო ამისი, რომ ანუ ეს უნდა გაითვალისწინოთ, რომ mobility.tseu დაგჭირდებათ ყველანაირი ყველაფრისთვის, ამიტომ თუ გინდათ, რომ წახვიდეთ გაცვლითი პროგრამით, მოდით პირველ რიგში დავრეგისტრირდეთ mobility.tseu.g-ზე. ეხლა ამის მერე მოდი გადავიდეთ შემდეგ ეტაპებზე, რასაც ვაკვირდებით ცხრილში და რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ხო, ახლა მოდი გადავიდეთ და დავიწყოთ უშუალოდ ცხრილში რა ინფორმაციას ვუყურებთ. ცხრილი არის ესეთი, რომ თავდაპირველად არის ჩამოთვლილი Erasmus+ პროგრამები, Erasmus-ის პროგრამები და მე არის ორმხრივები, ბოლოს პატარა ცხრილში არის ხოლმე ორმხრივები.
თავდაპირველად ამ ერასმუსებს თუ გვინდა ერასმუსი, მოდი დავაკვირდეთ უშუალოდ უნივერსიტეტის ჩამონათვალს. გვერდზე აქვს მეორე ცხრილი მოყვება ხოლმე, ერთი ცხრილში არის რა, რეალურად ერთი გრაფა არის, მეორე გრაფა. ამ გრაფაში წერია უნივერსიტეტის დასახელება, მეორე გრაფაში წერია უშუალოდ ჩვენი რომელ ფაკულტეტზე არის გამოცხადებული ეს პროგრამა. რომელ ვადებში მიდიხარ და ამას აუცილებლად დააკვირდით, იმიტომ რომ მე მქონდა ეგეთი შემთხვევა, რომ მგონი ვარშავის უნივერსიტეტზე იყო, რომ მე აღმოაჩინე, რომ გაზაფხულის სემესტრისთვის კი არ იყო, ანუ მობილობა განაიწყებოდა გაზაფხულის სემესტრში, არამედ იწყებოდა შემდეგ შემოდგომის სემესტრში და გვიან დავაკვირდი რა მაგას და მაგასაც ძალიან კარგად დააკვირდით, იმიტომ რომ შეიძლება ისე ცუდად იყოს რა, მოკლედ გაკეთებული, რომ ის სემესტრი თქვენ არ გაწყობდეთ და არ გინდოდეთ რაღაც საქმე გქონდეთ ან უნივერსიტეტში რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი ხდებოდეს და ვერ წახვიდოდეთ და რაღაც და მაგასაც ვაკვირდებით, ანუ ვადებს ვაკვირდებით, მობილობის ვადებს ვაკვირდებით, როდის არის ეს, როდის მოხდება მობილობა, ანუ გაზაფხულის სემესტრში, შემოდგომის სემესტრში და წლებს დააკვირდით ასევე რა. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მაგის მერე რასაც ვაკვირდებით არის ის, რომ რომელი ფაკულტეტებისთვის არის გამოცხადებული პროგრამა და ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, ხა აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ თუ მე ფსიქოლოგიაზე ვსწავლობ, ფსიქოლოგიასაც არ ეწერა იქ რო გამეგზავნა, ვერ გავაგზავნე, იმიტომ რომ არ იღებენ ამ ბავშვებს და ტყუილად უნდა გეწვალოთ და ასე შემდეგ. ამიტომ ამასაც ვაკვირდებით, უშუალოდ რომელი ფაკულტეტებისთვის არის გამოცხადებული და ეგეც ძალიან კარგად წერია და ძალიან მარტივად მიხვდებით. და მესამე, რასაც აუცილებლად ვაკვირდებით, არის უშუალოდ ინგლისური ენის ან ენის, უბრალოდ ინგლისური არა, ენის დამადასტურებელ რა სერტიფიკატს ითხოვენ და რომელ ენას გთხოვენ. მაგალითად, ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ მგონი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი ითხოვს გერმანულ ენას და არა მარტო ჰუმბოლდტის, ანუ ძალიან ბევრი შეიძლება იყოს, რომ გერმანიაში არსებული უმეტესობა უნივერსიტეტებისა ითხოვს გერმანულ ენას. ან ზოგმა შეიძლება მოგთხოვოთ იტალიური ენა, ან ფრანგული ენა. ანუ ეს ყველაფერი წერია იქ და ამასაც დააკვირდით, იმიტომ რომ თქვენ დაგჭირდებათ სერტიფიკატი. ინგლისური ენის შემთხვევაში შეიძლება მოგთხოვონ TOEFL, IELTS ან დააკმაყოფილოთ უშუალოდ TESEUS გამოცდის სერტიფიკატი. ეს არ ვიცი რა პრინციპით არის, მაგრამ ალბათ ამას ირჩევს უშუალოდ მიმღები უნივერსიტეტი, ანუ ევროპული უნივერსიტეტი ირჩევს ენდოს თუ არა TESEUS სერტიფიკატს და ვალიდურად აღიაროს თუ არა ის. ჩემ შემთხვევაში მე TESEUS-ში დავწერე გამოცდა და TESEUS გამოცდაზე რეგისტრაციაც, როგორც უკვე გითხარით, ამ პლატფორმიდან mobility.TESEUS.G-დან ხდება და აქ აუცილებლად მნიშვნელოვანი არის, რომ თქვენ დარეგისტრირდეთ და ამასაც აქვს დედლაინი და თავისი ვადები და ეს ყველაფერი წერია mobility.TESEUS.G-ზე და ასევე TESEUS.G-ზე გასვით პროგრამების ჩამონათვალში ყველაფერს მიაგნებთ, ყველანაირ ინფორმაციას, ამიტომ ძალიან დეტალურად არ ხსნი, იმიტომ რომ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მარტივად მისაგნები არის. ვამბობ ესეთ რაღაცას, რომ თუ არ გაქვთ არანაირი სერტიფიკატი, არ გაქვთ არც TOEFL, IELTS და არაფერი, ამ შემთხვევაში რომ ვაკეთებთ იმას, რომ რეგისტრირდებით TESEUS გამოცდაზე, იმიტომ რომ იქნებ ღმერთმა, რა ვიცი, გაგვიმართლოს ბედმა, ღმერთმა განმოგხედოს და იქნება და ჩვენ მიმღები უნივერსიტეტი, რომელსაც ავირჩევთ, დააკმაყოფილოს TESEUS სერტიფიკატი. და მოკლედ აქედანაც უნდა დავრეგისტრირდეთ აუცილებლად outgoing mobility, კერდა mobility.TESEUS.G-დან და დავაკვირდეთ ვადებს, იმიტომ რომ დედლაინი არსებობს და ამ რეგისტრაციაზე მე მოგდით მეილი, რომ თქვენ დარეგისტრირდით და გატყობინებენ, როდის არის გამოცდა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს გამოცდა არის ბიორდონეს მოწმობს თქვენს ბიორდონეს, ძალიან მარტივი გამოცდა არ არის და არც ძალიან რთული არ არის. 100 ქულით ფასდება სულ, მაქსიმალური ქულა არის 100 და უნდა გქონდეთ 72 ან მეტი, თუ სწორად მახსოვს, ან 71 ან მეტი. მოკლედ რომელიღაცა. მაგრამ თავის დაზღვევის მიზნით კარგი იქნება, რომ უფრო მაღალი ქულა გქონდეს, რომ დავწყნარდეთ და შვიდად ვიყოთ. 71 მგონი არ მიიღება და 72 უკვე აკმაყოფილებს, ან მგონი ესე იყო, აღარ მახსოვს ზუსტად. ხო, და ეს გამოცდის სერტიფიკატი, ესე ფიზიკურად არ გიძლევათ თქვენ, უბრალოდ მეილი მოგდით, რომ გილოცავთ თქვენ ჩააბარეთ გამოცდა და bla bla bla. ეს გამოცდის სერტიფიკატი რომ ხელზე გქონდეთ და ასატვირთი გქონდეთ და რაღაცა არ არის საჭირო. ამ ჩვენი პლატფორმიდან ამ გამოცდას დოკუმენტებს როცა შევავსებთ, იქ ეწერება ენის დამადასტურებელი სერტიფიკატი, მაგრამ თქვენ ამ გრაფას გამოტოვებთ, იმიტომ რომ ჩვენ TESEU ავტომატურად აბავს მოკლედ ამ ჩვენს დამადასტურებელ სერტიფიკატს. ანუ სერტიფიკატი არ გვაქვს და ვერ ვხედავთ. არ არსებობს ჩვენთვის, მაგრამ ანუ ავტომატურად
აკეთებს ამას პროგრამა. და ხო, ავტომატურად აღნიშნულები ვართ, რომ ჩავაბარეთ და ესაა ძალიან მნიშვნელოვანი. რაც შეეხება უშუალოდ ეს გამოცდა, შეგიძლიათ ეს ამ გამოცდის ქულა გამოიყენოთ 2 სემესტრი. ანუ როცა მაგალითად მე ეს გამოცდა რეალურად წერე წინა გაზაფხულზე. ანუ ეხლა სემესტრი არის, ეხლა სემესტრი იყო შემოდგომი სემესტრი და მე მაგის წინა იყო გაზაფხულის სემესტრი. რეალურად ეს გამოცდა მე ვწერე გაზაფხულის სემესტრში და გაზაფხულის სემესტრში ჩემი ეს გამოცდის ქულა იყო ვალიდური და მეორე სემესტრში შემოდგომი სემესტრში აღარ გავსულა გამოცდაზე, იმიტომ რომ ეს შედეგი იყო ვალიდური ასევე. ამიტომ ეს გაითვალისწინეთ. მაგალითად, მე ახლა კიდე რომ გავდიოდე ესე ვთქვათ, ერასმუსზე რომ ვავსებდე მოკლედ ამ გასვლის პროგრამებისთვის რომ ვავსებდე ამ აპლიკაციას და რაღაცა, უკვე ახალი დამჭირდებოდა, იმიტომ რომ 2 სემესტრი გავუვიდა ვადა და ეხლა ახლით უნდა მივიღო ისევ ეს. ამიტომ ეს იცოდეთ, რომ ამასაც აქვს თავისი, ესე ვთქვათ, ვადა, ხო, როდემდე არის ვალიდური. და ესეც გაითვალისწინეთ აუცილებლად. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ გრაფაში, მოკლედ ახლა გადავდივართ ისევ TESEUS ამ ჩამონათვალს, უნდა გადავხედოთ და უნდა დავაკვირდეთ, რომ აი რომელი უნივერსიტეტი მერგება მე, რომლის სასწავლო ვადები მომწონს, ასევე რომლის ფაკულტეტს ვერგები თუ არა და ასევე ვერგები თუ არა, ვაკმაყოფილებ თუ არა ენის დამადასტურებელ სერტიფიკატზეც უნდა დავფიქრდეთ რა. მაგალითად შეიძლება რომ IELTS-ი იყოს და არ მქონდეს მაგდენი საშუალება რომ IELTS-ი დავწერო, ან TOEFL-ს მთხოვდნენ, ანუ არ არის პრობლემა, სხვა გადავხედოთ რა, მაგრამ თავარია დავაკვირდეთ რას გთხოვენ და იქნებ გერმანულ ენას მთხოვენ საერთოდ, ხო? ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამაზეც უნდა გავამახვილოთ ძალიან დიდი ყურადღება, რომ აი იქნებ არ ვაკმაყოფილებ რა. მერე უნდა ავარჩიოთ აქედან როგორც უვითხარით 3 უნივერსიტეტი. აქ ამ 3-ში შედის როგორც ერასმუსებისთვის, ასევე ორმხრივებისთვის, ანუ მინიმუმ, მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტის არჩევის საშუალება გაქვთ, და ესეც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, რომ მეტი საშუალება არ გაქვთ უბრალოდ. ასევე აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ როცა ავარჩევთ, უკვე გადავდივართ მეორე ეტაპზე. ეს არის ის, რომ უნდა მოვაგროვოთ ყველა ის მნიშვნელოვანი საბუთი, რის გარეშეც უბრალოდ არ გვექნება, ესე ვთქვათ, ვერ შევავსებთ აპლიკაციას. ანუ ყველა საბუთი ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა საბუთს სჭირდება შესაბამისი, ესე ვთქვათ, რჩევა, ჩემი აზრით, და მნიშვნელოვანი რაც უნდა გავითვალისწინოთ, იმიტომ რომ ძალიან პატარა ხარვეზით და შეიძლება რომ საერთოდ აპლიკაცია არ განიხილონ. ხო. ასევე მინდა ვთქვა, რომ როდესაც გამოცხადება ხოლმე და როცა იდება ეს ცხრილი, რაზეც უკვე ვსაუბრობდი, აი ამ ცხრილის დადებიდან დაახლოებით მაქსიმუმ 9-10 დღე გაქვთ გასაკეთებლად დოკუმენტების მოსაგროვებლად. ამიტომ ჩემი რჩევა იქნება, რომ დაიდო თუ არა ცხრილი, ეგრევე ვიწყებთ მუშაობას და ეს პროცესი არის ყველაზე დამკრელი დოკუმენტების მოგროვების პროცესი არის ალბათ ძალიან რთული თავდაპირველად როცა აკეთებ განსაკუთრებულად რთული არის, სტრესული არის ძალიან, იმიტომ რომ აი არ ვიცი ძალიან ცუდად მახსენდება ეგ პერიოდი მე მაგალითად, მაგრამ გირჩევდით რომ დაიდო თუ არა ეგრევე უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ რეალურად 10 დღე არაფერი არ არის, იმიტომ რომ საკმაოდ ბევრი საბუთი გაქვთ მოსაგროვებლად, ამიტომ ესეც უნდა გავითვალისწინოთ ყველა სიტუაციაში. ახლა მოდით გადავიდეთ პირველ და ჩემი აზრით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტზე, რომელიც აუცილებლად უნდა გქონდეთ და რომელსაც ნახავთ TESEUS-ის საიტზე, იქვე არის ატვირთული დანართებში, მნიშვნელოვანი ინფორმაცია და ესეთი არის appendix მგონი 2 თუ რაღაც, ну მაგას მიხვდებით მერე, დიდად აწერია learn agreement-ი და აქაც ფოტოებს ჩავსვავ ხოლმე, ალბათ ნახოთ, რამდენად გამომივა ჩემი YouTube-ული სკილები თუ გამართლებს, მოკლედ ჩავსვავ ხოლმე ფოტოებს, რაზე მაქვს საუბარი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც თქვენ გჭირდებათ იმისათვის, რომ მიიღოთ მონაწილეობა, ეს არის learning agreement-ი, ეს არის ქართულად სასწავლო ხელშეკრულება. და აი ეს სასწავლო ხელშეკრულება არის, არ ვიცი, ჩემი აზრით, აი მართლა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მთელი ერასმუსამდე პერიოდი, ანუ სანამ მობილობა დაიწყება იქამდე პერიოდი, მერე მობილობის პერიოდი და ბოლოს მობილობის შემდგომი პერიოდი, აი ეს დოკუმენტი დაგაქვთ ყველგან და ამ დოკუმენტზე 100-ჯერ და 200-ჯერ აწერინებთ ხალხს ხელს. ამიტომ ეს დოკუმენტი აუცილებლად ძალიან გულდასმით უნდა შეავსოთ, ჩემი აზრით და მაქსიმალურად უნდა მოარგოთ თქვენს სასწავლო მიზნებს და ახლა ვილაპარაკებ ამაზე.
სასწავლო მიზნების მორგებას ნიშნავს იმას, რომ რეალურად მე მაგალითად ავირჩიე რაღაცა ლოგიკა, რა ლოგიკითაც შევავსებდი ჩემს სასწავლო ხელშეკრულებას. მაგრამ სანამ ამ ლოგიკაზე გადავალ, მინდა უბრალოდ ან ძალიან პრაქტიკულად გითხრათ, როგორ ივსება ეს. აქ გაქვთ რამდენიმე გრაფა, რამდენიმე გრაფა და სანამ თქვენ მობილობას დაიწყებთ და უშუალოდ ჩახვალთ ამ უნივერსიტეტში რომ ისწავლოთ, იქამდე გაქვთ დაახლოებით პირველი 2 გვერდი მხოლოდ შესავსები. დანარჩენი გვერდები არის during the mobility, after the mobility. რა თქმა უნდა, ესენი არ ივსება, იმიტომ რომ ჯერ არ არის. ანუ თქვენ ავსებთ მხოლოდ before mobility-ს ნაწილს და ეს არის ცხრილი. პირველი არის პატარა რაღაც ცხრილი, რომელშიც ავსებთ თქვენს ინფორმაციას, პირად ინფორმაციას, თქვენს შესახებ რაღაც დაბადების თარიღი, ისა ეს, ძალიან მარტივია, მიხვდებით, წერია ყველაფერი. მეორე, ასევე მაგ გრაფაშივე ავსებთ გენტის, ჩემ შემთხვევაში ეს იყო გენტის უნივერსიტეტი და თქვენ რომელ უნივერსიტეტსაც ირჩევთ, მაგაზე ინფორმაცია, ეს არის address-ი, ვინ არის მთავარი საკონტაქტო პირი, ვისანაც უნდა გქონდეთ ურთიერთობა და ასე შემდეგ. ამ ყველა ინფორმაციას ნახავთ Google-ში. უნდა მოძებნოთ თქვენი მის მიმღები უნივერსიტეტი, უნდა მოძებნოთ Google-ში. და ძალიან მარტივია, უბრალოდ ჩაწერთ, ახლა ჩემ შემთხვევაში ეს იყო Ghent University, ამოაგდო დიდი რაღაცა საიტი და ამ საიტებზე უნდა იძრომიელოთ, აი სულ რა 24 შვიდზე ამ საიტზე ვიჯექი მე მაგალითად და ვათვალიერებდი, რომ აი რამე არ გამორჩენდა და რამე სწორად მქონდა თუ არა. შემდგომი გრაფა, ეს არის ერთი ცხრილი, რომელსაც მარტივად შევსებთ ძალიან და მარტივად ივსება მართლა. ამას მე მოყვება მეორე ცხრილი. და ეს მეორე ცხრილი ეხება უშუალოდ იმ საგნებს, რომლებსაც გენტის უნივერსიტეტი გთავაზობს და რომლებიც შენ მოგწონს და ფიქრობ, რომ უნდა აირჩიო რა. ეს არის მეორე ცხრილი, რაც რეალურად ძალიან მნიშვნელოვანია. ამ საგნების შესახებ ინფორმაცია უნდა ნახოთ აუცილებლად გენტის უნივერსიტეტის, ჩემ შემთხვევაში ეს იყო გენტის უნივერსიტეტის საიტი, იმიტომ რომ მე აქ მინდოდა წასვლა და ეხლა მე ჩემ ისტორიას გიყვებით, მაგრამ თქვენ რომელ უნივერსიტეტშიც მიდიხართ, მიმღებ უნივერსიტეტის საიტზე. ეს ყველა უნივერსიტეტის სხვადასხვა ადგილას არის, რა თქმა უნდა, ეს საგნები განთავსებული, მაგრამ მარტივად რო გითხრათ, უმეტესად ეს საგნები არის ხოლმე განთავსებული exchange programs, ეგრე აქვთ ხოლმე ცალკე, ახლა ჩემ გამოცდილებით exchange programs უნდა გადახვიდეთ მაგათ საიტზე და მე exchange პროგრამიდან უნდა გადახვიდეთ უშუალოდ curriculum and courses, უფრო courses იქნება წესით, ხო, კურსებში უნდა გადახვიდეთ და მე მოგანიშნინებთ ალბათ თქვენს ფაკულტეტს, რა ფაკულტეტიც გაქვთ და ასევე სასწავლო ვადებს და მაგას დააკვირდით, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ რეალურად მიდიოდეთ რაღაცა ეხლა გაზაფხულზე და ნახოთ სხვა შემდეგი სემესტრის შემოდგომის საგნები. ამიტომ აუცილებლად დააკვირდით, გთხოვთ, რომელ წლებს დააკვირდით, რომელ სასწავლო ვადებში განიშნინებთ საგნებს და ასევე აუცილებლად თითოეული საგნის არჩევისას დააკვირდით, რომელ სემესტრში იკითხება. იმიტომ რომ შეიძლება რომ თქვენ მიდიოდეთ გაზაფხულის სემესტრში, აირჩიოთ საგნები, რაც შეიძლება რომ ძალიან მოგეწონოთ და ვაიმე რა კარგია და რა საინტერესო საგნებია, მაგრამ აღმოჩნდეს, რომ ეს თქვენი საგნები იკითხება შემოდგომის სემესტრში. ამას აუცილებლად ვაკვირდებით, იმიტომ რომ შეიძლება დავრჩეთ საგნების გარეშე. რეალურად საგნების გარეშე არ დარჩებით, იმიტომ რომ ჩამოხვალთ მე ამ სასწავლო ხელშეკრულებას მოგდა. შეცვლით 1000 ჯერ, მაგრამ მაინც რატომ უნდა ჩაიგდოთ თავი ცუთხელში და ამიტომ დააკვირდით თავიდანვე, რომელ სემესტრზე ვსაუბრობთ. რომელ სემესტრში იკითხება ეს საგნები, რომელ წელს იკითხება და ასე შემდეგ. ასევე ამ საგნების დროს მოკლედ როგორც ვავსებთ, ეს არის რომ პირველ გრაფაში ვავსებთ სასწავლო საგნის კოდს წერთ აუცილებლად, ამის მერე საგნის დასახელება და მერე რამდენ კრედიტიანი არის ეს საგანი და ეს ყველაფერი საიტზე ძალიან კარგად ჩანს და ყოველთვის ძალიან მარტივად დაინახავთ. მაგრამ ახლა მე მინდა გაგიზიაროთ ჩემი ტრიკები თუ როგორ დავალაგოთ სასწავლო ხელშეკრულება. აი მართლა გულწრფელად რაც მგონია რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რა. შეიძლება რომ ადამიანებს რაღაც მომენტში გაგვიმართლოს და ისე აი ამ დაალაგების ლოგიკის გარეშეც, რა თქმა უნდა, შეიძლება რომ ვიღაცას ძალიან გაუმართლოს და ძალიან ჩვეულებრივად აირჩიონ უბრალოდ. მაგრამ აი მე მგონია რომ აი კარგი პროფილი რო შევქმნათ და თქვენს პროფილში ქულა გეწერებათ და მე თქვენ კონკურსში გადიხართ, თორე ისე არავინ არ გარჩევთ რომ ეს ძალიან კაი გოგოა და მოდი ხა ამას წავიყვან. ესე არ ხდება იქ, თქვენ გენჯავთ თქვენი ქულა და ამაზე მე კიდე ცალკე ვილაპარაკებ, იმიტომ რომ ახლა ჯერ არ არის ეს ადრე არის. თქვენს პროფილს მგონია რომ ძალიან ალამაზებს ლოგიკურად თანმიმდევრული საგნები. და რას გულისხმობ ახლა ამაში?
თუ მე ვამბობ, მაგალითად სამოტივაციო წერილში მე ვამბობ, რომ მე ძალიან მინდა რომ მაგარი თერაპევტი გამოვიდე და თერაპია მომწონს ძალიან, მაგრამ ამავდროულად ჩემს learning agreement-ში მიწერია რაღაც საგნები, რომელიც უკავშირდება სულ სხვა თემებს. ანუ აი ეს რაღაც განსვლა რეალურად შეიძლება რომ უბრალოდ ადამიანურ ენაზე ავხსნათ, რომ ნუ შეიძლება ადამიანმა ვერ ნახა შესაბამისი თავისი ინტერესების სხვა საგნები და რაღაცა, მაგრამ ანუ უფრო უკეთესი იქნება, რომ თქვენი საგნები იყოს ბმაში, ანუ რაღაცა ესე თქვა კონსისტენტური იყოს თქვენს სასწავლო მიზნებთან. და ამაში იწერება 15 ქულა, მაქსიმუმ 15 ქულა, რამდენად შესაბამისობაში მოდიხართ თქვენ მიზნებისთვის ამ უნივერსიტეტთან და ეს უნივერსიტეტთან გულისხმობთ იმ საგნებს, რომელსაც ირჩევს ადამიანი, ხო? ამიტომ მაგას დავაკვირდეთ, რომ თუ მე ვამბობ, რომ ყველგან თუ მაგას ვამბობ, რომ აი გასაუბრებაზეც რომ შევედი და რომ ვთქვი, რომ აუ თერაპია ძალიან მომწონს, მე გისვამენ მაგ კითხვას, რომ თერაპია თუ მოგწონს, ეს საგნები რატო გაქვს არჩეული? ამიტომ ჩემი ძალიან დიდი რჩევა იქნება, რომ ძალიან დიდი ლოგიკით დაალაგეთ ეს საგნები. ეხლა მე მაგალითად რა გავაკეთე? მე როგორც უკვე აღნიშნე, ძალიან მომწონს თერაპია, ამიტომ გავაკეთე ესეთი რაღაც, რომ მოკლედ რაც თერაპიას უკავშირდება და ყველა საგანი ჩავსვი. რა თქმა უნდა, ეს საგნები შეიძლება ძალიან რთული ყოფილიყო, არ მართლა ისეთი არ იყო მთლად, როგორიც მე მინდოდა და ასე შემდეგ, მაგრამ მე ხო დავანახე იმ ადამიანებს, რომ აი, ნახეთ, მე თერაპია მომწონს და თერაპიის საგნებს ვირჩევ. ეს არ არის ტყუილი, იმიტომ რომ მე ის საგნები არ შემიცვლია და დღემდე აქაც ვსწავლობ მაგ საგნებს, არც ერთი საგანი არ შემიცვლია, რაც თერაპიასთან იყო დაკავშირებული, ამიტომ ეგ მართლა გულწრფელად გავაკეთე, მაგრამ პატარ-პატარა ისინი რომ შეიძლება ეხლა ძალიან მართლა ეს რაღაცა data analysis არ მაინტერესებდეს, მაგრამ იმით ვთქვა, რომ აი ძალიან მნიშვნელოვანია რა, რომ კარგი მაგალითად დიაგნოსტიკოსი რო იყო ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პატარ-პატარა ეს ტყუილი არ არის რა, ეს არის უბრალოდ ის, რომ რაღაც კარგი ის შექმნა შენზე და შენს თავზე, რომ კარგად მოარგო. მგონია რომ თავარია აი გამოსავალი, რომ კარგი learning agreement-ი გქონდეს და კარგი პროფილი რო შევქმნათ, რაღაც Ani Tetradzi's პროფილი, აი მაგისთვის ძალიან კარგი არის, რომ თქვენს იმასთან შესაბამისობაში მოდიოდეთ და აი ძალიან აი მე მაგალითად ყველანაირად ვეცადე, რომ ჩემი პროფილი ყოფილიყო ძალიან კონსისტენტური. learning agreement-ი, ჩემი სამოტივაციო წერილი, ჩემი გასაუბრება, სარეკომენდაციო წერილი, აი ამ ყველაფერში რაღაცნაირად ვეცადე, რომ ძალიან კონსისტენტური ყოფილიყავი და მართლა იმ ადამიანებს დაენახავთ, რომ აი აქაც თერაპია, აქაც ისა, აქაც ის, ანუ მიზნებით და ყველაფრით რაღაცა ძალიან კონსისტენტურად ერთნაირი ვიყავი. და მგონია, რომ ეს მართლა კარგი არის, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ეს არ გაუკეთებიათ და მაინც წამოვიდნენ აქ. ეს ანუ არ არის რაღაც დადგენილი ჩარჩო, მე უბრალოდ იმას ვამბობ, რომ მე ძალიან მიყვარს ზოგადად ყველაფრის რაღაც მაქსიმალურად, ასე ვთქვათ, ლამაზად გაკეთება და აი ლამაზად რო გამეკეთებინა და ლამაზად რო კარგი პროფილი მქონდა, მაგრამ ეს ძალიან დამეხმარა და მე მაგალითად შემდეგში რომ ვაკეთებდე იგივეს, აუცილებლად მაგზას მივართავდი. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ჩემი მთავარი ტრიკი, რამაც ვფიქრობ, რომ გაამართლა, იმიტომ რომ ანუ ჩემს მიზნებში და შესაბამისობაში მეწერა მაქსიმალური 15 ქულა. ანუ ჩემი გენტის უნივერსიტეტის და ჩემი შესაბამისობაში რა, ჩემი მიზნების და შესაბამისობაში. ანუ რეალურად learning agreement-ია ეგ, ამიტომ ხო, მე მგონია, რომ ეგ არის ძალიან კარგი საშუალება, რომ თქვენ გამოიყენოთ და მაღალი ქულა გქონდეთ მაგ კომპონენტში. Ну, ეს იყო რაც მინდოდა რომ მეთქვა learning agreement-თან დაკავშირებით. ახლა გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე. ეს არის უკვე მეორე ნაწილი, რომელიც არის სარეკომენდაციო წერილი და სამოტივაციო წერილი. მაგრამ რეალურად სარეკომენდაციოებზე და სამოტივაციოებზე ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ, იმიტომ რომ მე მგონია რომ რაცა ესეთი განსაკუთრებული სტრუქტურა და როგორ ვთქვა განსაკუთრებული რაღაც რჩევების მიცემა უკვე ძალიან ზედმეტი არის, როცა რომ მთელი YouTube მაგაზე ლაპარაკობს, რომ როგორ დავწეროთ სამოტივაციო წერილი და მართლა უკვე ხალხი თავს უბრწყავთ ამ ვიდეოებს, რომ აი რაღაც გავიგოთ რა, ამიტომ ძალიან ბევრს არ ვილაპარაკებ, მაგრამ ჩემს ერთ-ერთ შეცდომას გეტყვით და რაც მე გამოვასწორე შემდეგ წელს მაგასთან დაკავშირებით, მაგას ვიტყვი, რამაც ჩემი აზრით ძალიან გააფუჭა ჩემი სარეკომენდაციო კი არა და სამოტივაციო პირველ როცა ვცადე. და ანუ ეს იყო ის, რომ ძალიან სენტიმენტალური რაღაცებს მოყვებით საკუთარ თავზე. Ну, გაიხსენებთ ბავშვობის ტრაუმებს, გაიხსენებთ, იტყვით რაღაც სენტიმენტებს, ძალიან ბევრს ვილაპარაკებთ თქვენს წარსულზე, თქვენს გამოცდილებაზე, როგორც კარგზე, ისე ცუდზე. ანუ მე მაგალითად
ძალიან ბევრს გამსმენია, რომ ამან გაჭრა და მაგალითად ბევრს ვიცი, რომ უხსენებია რა რაღაც სამოტივაციოში, რომ აი რაღაც ძალიან ისეთი სენტიმენტალური რაღაც, რაც ჩემი პირადი ცხოვრების გამოცდილებაა და ძალიან ინტიმური გამოცდილება შეიძლება იყოს, რომ მაგალითად აი ჩემი აქ წასვლით მინდა გავახარო დედაჩემი, რომელიც ახლა ცოცხალი არ არის რა, ეხლა ჩემ თავზე რა თქმა უნდა რომ, მაგრამ ზოგადად ხო ხდებით, აი ესეთი რაღაცები მე მგონია რომ არ არის მთლად კარგი გამოსავალი. და აი ეს სენტიმენტები და ეს ყველაფერი მე ვფიქრობ რომ უნდა გადავდოთ გვერდზე და უფრო რეალური საქმე რაც გვაქვს ის უნდა გავაკეთოთ რომ მე ხა ამ ხალხს უნდა დავანახო ვინ ვარ მე. და უფრო მეტად უნდა ვილაპარაკო იმაზე თუ აწყვეში ვინ ვარ და როგორი სკილები მაქვს და როგორი ტიპი ვარ ზოგადად და რას ვაკეთებ და რას მოღვაწეობ დედამიწაზე და რა მინდა მომავალში რომ გავაკეთო და როგორ დამეხმარება ეს უნივერსიტეტი რომ ეს გავაკეთო რა. აი ამაზე უნდა ვკონცენტრირდეთ ჩემი აზრით და ჩვენი რაღაცა ტრავმატული გამოცდილებები სკოლაში, ბაღში, ოჯახში და ასე შემდეგ ეს ყველაფერი ჩემი აზრით არ არის კარგი. რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ მე ვიცი ადამიანები, რომლებთანაც ამ ყველაფერმა გაამართლა და რაღაც მომენტში შეიძლება სენტიმენტები მართლა კარგი იყოს და ისეთი იყოს, მაგრამ არასდროს არ იცით, ვინ წაიკითხავს ამ თქვენს სამოტივაციოს და როგორ მიუდგება და მე ბევრი ვიცი გამსწორებელი მაგ მომენტში, როცა მქონია ერთ-ერთ გამსწორებელთან ურთიერთობა, ჩემი ლექტორი იყო და ყოველთვის მაგას ამბობდა, რომ ნუ აი არ ქნათ ეგ, იმიტომ რომ ანუ არ არის ლამაზი, არ არის ფორმალურ სტილში არ ჩდება კარგად და ასე შემდეგ. ხო და ამიტომ მე ერთ-ერთი მთავარი რჩევა რასაც მოგცემდით არის ის რომ აი ამ სენტიმენტალურ და რაღაცა ტრავმატულ გამოცდილებებს ნუ მოყვებით. თქვენ არ ხართ თერაპიაზე მისულები, თქვენ ხართ მისულები თქვენი საქმის გასაკეთებლად. ამიტომ ეს არ არის ადგილი, სადაც ჩემი აზრით ასეთ რაღაცებზე უნდა ილაპარაკოთ. მეორე რჩევა, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, არის ის, რომ აუცილებლად ახსენეთ საგნები, ის კონკრეტული საგნები, რომლებსაც გაივლით თქვენს მომავალ უნივერსიტეტში და ახსენით, რატომ გინდათ, რომ ეს საგნები გაიაროთ, იმიტომ რომ ხალხს დაანახოთ აი ეს ლოგიკურ კავშირზე რო გეუბნებოდით, ხო იცით, აი ლოგიკური ბმა დაანახოთ თქვენს სასწავლო ხელშეკრულებას და თქვენს მომავალ მიზნებს შორის. და ეგ არის მართლაც ის სფერო არის და ის ნაწილი არის, ის არის ადგილი, სადაც აი მაგ ყველაფერს კარგად გააკეთებთ და ძალიან დაგეხმარებათ. ამიტომ პირველ რიგში აუცილებლად გააკეთეთ ეგეთი რაღაც. აუცილებლად. რომ ახსენეთ, აი მე ამ საგანს გავივლი, იმ საგანს გავივლი, იმიტომ რომ აი მაგალითად ეს არის თერაპიასთან ეს არის, მაგრამ არც ერთხელ არ ახსენოთ, რომ მე ამ საგანს ავიღებ, იმიტომ რომ ჩვენ უნივერსიტეტში ეს არის სწავლება და ეს არის ის რჩევა, რომელიც ჩემმა ერთ-ერთმა გამსწორებელმა მოგცა. ეს იყო ჩვენი ლექტორი, იყო ეს ქალი და მოკლედ არასდროს არ უნდა ახსენოთ ესეთი რაღაც. არასდროს არ უნდა თქვათ, რომ მე ახლა იმიტომ უნდა წავიდე რომ თესეუში სწავლა არ მომწონს, იმიტომ რომ მაგალითად ეს საგანი იმიტომ უნდა ავიღო რომ თესეუში ამას არ გვასწავლიან და ეხლა ეს არის ერთადერთი გამოცდილება, ეს არის ერთადერთი შანსი რომ მე ეს ავიღო. ანუ ეს რაღაცებს ნუ იტყვით, იმიტომ რომ ეგრევე ჩახსნიან თქვენ კანდიდატურას. იმიტომ რომ რეალურად ძალიან ლოგიკურია რატო ხდება ეგ, იმიტომ ხდება ეგ რომ როცა თქვენ თქვენს home university-ზე ეგრე ლაპარაკობთ, ანუ არავის არ მოეწონებით რა, იმიტომ რომ თქვენ რაებს იტყვით მე ამ მიმღებ უნივერსიტეტს ღმერთმა იცის. ამიტომ არასდროს არ უნდა დავიწყოთ ეგრე რომ აი ეხა ამას მე იმიტომ ვისწავლი რომ სხვაგან ეს შანსი აღარ მომეცემა და თესეუში ეს შანსი არ მაქვს. ანუ უბრალოდ უნდა დაწეროთ რომ ანუ არ უნდა განაიმოს რომ თესე უნდა აქოთ რომ აი თესეუ არ მაგარი ანუ ეგ არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ეგ შეიძლება უფრო გააღიზიანოთ ხოლმე მაგის გამო ხალხი, მაგრამ რეალურად ის უნდა თქვათ, რომ განაიმიტო ვიღებ რომ თესეუში არის სწავლება. არამედ იმიტომ რომ მგონია რომ რაღაც სკილებს გამომიმუშავებს, მგონია რომ ამ სკილებს მე ჩემს სამომავლო პროფესიაში ძალიან კარგად გამოვიყენებ და ასე შემდეგ ძალიან ბევრი რაღაც დაწერა შეგიძლიათ. მაგრამ თავარი, რასაც მიმახსოვრებთ არის ის, რომ არასდროს არ ვლანძღავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენს სამოტივაციო წერილებში, ჩვენს უნივერსიტეტს, ჩვენს სკოლებს, ჩვენს ბაღებს, ჩვენს მასწავლებლებს, ჩვენს ლექტორებს. ანუ არა, ეს არ უნდა გააკეთოთ, იმიტომ რომ ძალიან უარყოფით დამოკიდებულებას გამოიჩენენ მე თქვენს მიმართ. და რაც ძალიან ლოგიკურია რა. იმიტომ რომ ეგ შენი არის და უცხო ქვეყანაში მე როგორ იქნები, ეგ კიდე გასარკვევი არის. და ეს არის ზუსტად ის რჩევა, რომელიც მივიღე ამ სემესტრში მე და ძალიან დამეხმარა, იმიტომ რომ თითქოს რო ვფიქრობ, აი რა არის ხა იმაში ცუდი, რომ დავწერო, რომ მოდი აი თესეუში არის სწავლება და მოდი ვისწავლო, მაგრამ აი მაინც რაღაც სხვანაირად უყურებენ და ძალიან დეტალებში არიან კონცენტრირებულები. ამიტომ მაინც თავს ნუ
დავიშარავთ. ესე რომ ვთქვათ, ხო, ეს ჩემი ერთ-ერთი რჩევა. მაგრამ ეს ორი რჩევა არის, რასაც მინდოდა რომ სამოტივაციო წერილიზე მელაპარაკა, დანარჩენი დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ძალიან კარგად იცით და რაც გამომადგა იყო ის, რომ მე მაგალითად Erasmus-ის საიტი არსებობს Erasmus-ელების და იქ უდევთ ხოლმე რაღაცა ნიმუშები კარგი სამოტივაციო წერილის და მე მაგალითად ძალიან ბევრი სამოტივაციო წერილი, ანუ გადმოვწერე. მე რაღაცნაირად შევადარე რაღაც 5 თუ 6 გადმოვწერე მახსოვს, შევადარე რა ჰქონდათ მათ საერთო. და რაღაცა მსგავსი სტრუქტურა დავინახე ძალიან ბევრში, მე ესენი მოვინიშნე, ნოუთებში ჩამოვწერე, ნოუთებად რაღაცა ბულეტებად ჩამოვწერე, რომ აი ეს არის და მე ანუ ჩემზე დავწერე რა, ჩემზე გადმოვაწერე, რომ აი რაღაცა ეს როგორი იქნებოდა ჩემს შემთხვევაში და ძალიან ისეთი ნორმალური სამოტივაციო გამოვიდა. სარეკომენდაციოს უშუალოდ ლექტორი გიწერთ, ამიტომ სარეკომენდაციოზე ვერაფერს ვერ ვიტყვი უშუალოდ, მაგრამ ერთადერთი იმას გეტყვით, რომ სარეკომენდაციოს ისეთ ლექტორს დააწეროთ სარეკომენდაციო, რომელიც მართლა გიცნობთ. იმიტომ რომ ისე დაგიწერთ, რომ აი მართლა ძალიან გასაგები იქნება და მაგასაც აკვირდებიან, რამდენად დიდხნიანი ურთიერთობა გაქვთ ლექტორთან, იმიტომ რომ ლექტორი ავსებს მაგ ყველაფერს, რამდენი ხანია, რამდენი საგანი დახურა შენთან და ასე შემდეგ და როგორ განსხვავდებოდა თითოეულ საგანში და ასე შემდეგ. ამიტომ ეგ ძალიან მნიშვნელოვანია და ისეთი ლექტორი არჩიეთ, რომელიც სარეკომენდაციოს დაგიწერთ რომ ანუ დიდი ხანი უნდა გქონდეთ გამოცდილება, რა მინიმუმ ერთი საგანი მაინც უნდა გქონდეთ გავლილი ან 2 ან 3 და ასე შემდეგ. და ბოლოს, რაც გჭირდებათ დოკუმენტები, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი არის ისინი, მოკლედ გჭირდებათ ინგლისური სერტიფიკატი გითხარით, მაგრამ როცა ინგლისური სერტიფიკატს ჩვენი უნივერსიტეტის აკეთებთ, მაგ შემთხვევაში უშუალოდ ავტომატურად აისახება თქვენი ინგლისური სერტიფიკატი და არაფერი დაწერა აწვევთ, ანუ არაფერი არ გჭირდებათ საერთოდ. მაგრამ ასევე ინგლისური სერტიფიკატთან ერთად საჭირო არის თქვენი სტუდენტის აქტიური სტატუსის დამადასტურებელი ცნობა და ამას გააკეთებთ უშუალოდ იმაში, რა ქვია, ადმინისტრაციას უნდა მიწეროთ რა მოკლედ და ადმინისტრაცია გაგიმზადებთ ამათ, უთხარით რომ Erasmus-ისთვის გინდათ და გაცვლითი პროგრამისთვის გინდათ და იციან როგორც უნდა გააკეთონ, ასევე გჭირდებათ ნიშნების ფურცელიც რა, ნიშნების ფურცელიც ძალიან მნიშვნელოვანი არის, იმიტომ რომ ანუ ეს არის ყველა თქვენი გავლილი საგანი რაც არსებობს, ეს არის ჩამონათვალი, რამდენი არის თქვენი GPA და GPA-სთან ერთად თითოეულ საგანი რომ რამდენზე გაქვთ დახურული და საშუალო ქულა და ასე შემდეგ. ამიტომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის და ესეც საოცრად უნდა გააკეთოთ და ამასაც გიკეთებთ უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, ხო? ადმინისტრაცია აკეთებს და ამ ყველაფერს მე დაასკანერებთ და აუტვირთავთ რა. ხო. ერთადერთი რაც მინდა დავამატო learning agreements როცა გააკეთებთ, აუცილებლად არ დაგავიწყდეთ learning agreement-ის, ანუ მეორე, ესე ვთქვათ, ორი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილს ავსებთ თქვენ და მეორე შევსებაში გაეხმარებათ თქვენი ანუ home university-ის, ანუ შემთხვევაში იყო TSU-ს, ანუ წარმომადგენელი ადამიანი, რომელიც გიმოწმებს, რამდენად სწორად გაქვს დალაგებული საგნები და ასევე როგორ გიღიარდება ეს საგნები უშუალოდ TSU-ში ჩამოსვლის მერე, ანუ აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ამ ნაწილის მერე მოდის პატარა ცხრილი, სადაც უნდა მოაწეროთ თქვენ ხელი, უნდა მოგიწეროთ ასევე იმ TSU-ში თქვენ ერთ-ერთი მთავარი პირი ვინც არის რა, ჩვენთან არის ლიდი ხეჩუაშვილი, რომელიც აი ამ ყველაფერს კურირებს და ეს ხელი უნდა მოაწერინოთ და აუცილებლად არ დაგავიწყოთ, უნდა დაარტყოთ ბეჭედი, იმიტომ რომ ჩემს მეგობარს დაემართა ეგრე, რომ მე ბეჭედი არ დაარტყა და ამ ბეჭედის გარეშე მოკლედ მისი აპლიკაცია ვერ განიხილეს. ამიტომ ბეჭედი აუცილებლად უნდა დაარტყათ და ამ ბეჭედს დაგიყვავენ კანცელარიაში. გონი ყველაფერი გითხარით. და ხო, ანუ თქვენს ერთ-ერთი რასაც ეუბნებიან ხოლმე არის ის, რომ ისეთი საგნები აირჩიეთ, რომელიც გავს ქართულ საგნებს, რომ მე მარტივად გიღიარდებათო რა. მაგრამ მაგაზე დიდად ინფორმაციას მე ვერ მოგცემთ, იმიტომ რომ ხო, იმიტომ რომ ჯერჯერობით საგნების აღიარების პროცესი არ მაქვს გავლილი, მაგრამ ნუ მაგასაც როცა გავივლი და რაღაც მაგას მე უკვე უფრო კომპეტენტური რო ვიქნები, მე ვიტყვი რაღაცებს, მაგრამ ახლა მართლა არ მაქვს დიდად ბევრი ინფორმაცია, ამიტომ თავს შევკავებ ახლა რამის ზედმეტად ლაპარაკს. ხო, ლაპარაკს. არ ვიცი. ნუ მოკლედ ეს არის ის ყველაფერი, რაც მინდოდა მე თქვა უშუალოდ პირველ პროცესთან დაკავშირებით და ეს პირველი პროცესი არის აპლიკაციის გაგზავნა. აუცილებლად არ დაგავიწყდეთ, რომ აპლიკაცია უნდა გაგზავნოთ დედლაინის ვადებში.
რაც ეწერება აუცილებლად თვითონ ცხრილთან, ან ცხრილში, ან რა ვიცი, სადღაცაც ეწერება აუცილებლად და მაგას მარტივად გაიგებთ. არ დაგავიწყდეთ ეს, ამას მიაქციეთ ყურადღება, იმიტომ რომ რა თქმა უნდა დედლაინის მერე 1 წუთითაც რო დააგვიანოთ, არავინ არ მიიღებს თქვენს აპლიკაციას. და ეს იყო პირველი ნაწილი მოკლედ ამ ვიდეოსი და მე მინდა რომ გადავიღო ასევე მეორე ნაწილი ვიდეოსი, რომელიც იქნება უშუალოდ გასაუბრებაზე და შემდგომ ეტაპზე რა არის აქ მნიშვნელოვანი რომ გავითვალისწინოთ, რას უნდა ველოდეთ მივღები უნივერსიტეტებისგან და როგორ შეიძლება რომ განვითარდეს შემდგომ მოვლენები, ამაზეც მინდა რომ ძალიან დეტალური ვიდეო ჩავწერო, ამიტომ ეს იქნება პირველი ნაწილი და ახლა გავაგრძელებ მეორე ვიდეოს გადაღებას, რომელიც როგორც გითხარით, არის უკვე ინტერვიუზე, გასაუბრებაზე და შემდგომ ეტაპებზე, რაც აუცილებლად უნდა გაიაროთ.